როგორ ახართ შემოკარგო და ლამაზო ხარ ხო გუშინ ახალი ამპლუითა ვარ წარმოდგენილი დედამიწაზე ჩემი ახალი ამპლუა ვიღაცები ფიქრობთ რომ ამპულა მაგრამ არა ამპლუა არის ნათლის ამპლუაში მოგევლინეთ გუშინ მომიწია ძალიან სულ სიტყვა გუშინ მომნათლე 42 წლის შვედი მამაკაცი რომელიც სავარაუდოდ ჩაგვისიძდება ქართველებს ძალიან მალე სამშვილის მამა ტრაღა ტრულა მელოტი ყოფილი MMA-ის მებრძოლი ჯანზეა დიდი კუნთები აქვს ინსტაგრამზე შეგეძლოთ გენახათ ეგ ყველაფერი ისა კაროჩე რა კაი კაცი არის რა მართლა ვიკინგი მე თავით რო გაანგრევს ეგეთი MMA-ს ჩხუბობდა ტაილანდში ისა მე რაღაც ონლაინში რაღაც სოციალურ ქსელში გაიცნო ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მე გამოვიდა ის სანახავად დაახლოვდნენ მე რაღაც და ეხა უკვე საქმრო რა არჩე დალაგებულია ყველაფერი ხო და მონათლე რომ მე ჯوار დაიწერონ და საკმაოდ ისე ანუ ვიღაცები ხო არიან უცხოელები რომ პროსტა ინათლებიან ხოლმე რა ეს დაინტერესებული იყო და გამისწორდა რა იმიტომ რომ ლოცვები ქონდა გადათარგმნილი უცხოენად თავის ენაზე არა ინგლისურად ქონდა გადათარგმნილი რომ გაეგო რა იყო ლოცვის შინაარსი და ეგეთ რაღაცები ძალიან მომწონს რა გამიხარდა ხო და მონათლე რა თქმა უნდა გიორგი დავარქვი აქამდე ერქვა კრისტიან ნიკოლას ვოლტერ სტარკე მაგრამ დღეიდან გუშინწინდელი დღეიდან უბრალოდ არის კრისტიან ნიკოლას ვოლტერ გიორგი სტარკე დავალაგე დედაენა ხო და კაროჩე რაც არის ეგ არის მონათლე ეს კაც ხო და რომ მონათლე სამონათლავდი იქამდე მითხრეს რომ ნათლიამ რაღაცები უნდა იყიდოსო რა მე გამომიგზავნე რა ვიყიდო მეთქა წავედი მაგ რაღაცები საყიდლად საეკლესიო მაღაზიაში მივედი ამ საეკლესიო მაღაზიაში შევედი და ტიპს ვეუბნები რომ მეთქი ნათლობა ხდება დღეს ნათლია ვარ აბა რა არის საჭირო ეს კაცი დაფაციფუց და ყველაფერი მომცა რა რაღაც და უცებ მიტრიალდება რა რაღაც ეტაპზე რა ავიც პირსახოთ სიღებდა მგონი და გოგოა თუ ბიჭი მეთქი სამიშვილის მამა ცოტა გაუკვირდა ამ კაცს მიყურებდა ეს გაუგნებული თვალებით ვა ეს მითხრა ხო რა რა ვა მე მეკითხება რომ ჯუმერე ჯვარს ვარჩევდი და რომელიმე კონკრეტული კუთხიდან ხო არ არისო საქართველოსიო რომ რაღაცა იქაური ჯვარი რაღაცა ბოლნისის ისა ეს რაღაცებს ბოლნური ჯვარი და ეს ამის არჩევაზე ვართ რა და მეთქი შვედია მიყურებს ეს კაცი ვა შვედს ნათლავ ხო ვა იყო ყველაზე ხშირი ამ კომუნიკაციაში რაც ხდებოდა მე კაროჩე მეუბნება რაღაც თმის შესანახი კონტეინერია რა ნათლობის დროს თურმე თმა უნდა მოჭრა ადამიანს ვინც ინათლება და ამ თვას ინახავენ რა და მეუბნება რაღაც კონტეინერი გჭირდება მე არ მაქვს მეთქი აბა რა კონტეინერი სად ვიყიდო და მეუბნება რავი რა ნებისმიერ ფასტ ფუდში მიდიო მეთქი ფასტ ფუდში ხო რა ის ციცაკებს რო ინახავენ მეთქი ნათლობის კონტეინერი ძიზაკებს რო ინახავენ ხო რა ეგეთი რა რაღაცა კონტეინერი ვა აქ უკვე მე ვა რაუჩე რაღაცაად მივხვდი რა რაც მეუბნება და ის პატარა რაღაცა თეთრები რო არის უბრალოდ ინახავენ რატომღაც არ ვიცი რატო ეგ რა ანწილია არ ვიცი ხო და მეთქი ვა თქო იმამთ რა ვა მეთქი არაფერი მელოტია თქო მე ეს მიყურებს ვა შენნაირი მელოტია არა მე ჩემზე მელოდია მე ცოტა თმა მაქვს ის მიყურებს ვა რა ვა მეთქი კაი დრო მოუნახია მოსანათლად მეთქი ალბათ ჩემი ფავორიტი კომუნიკაცია იყო გუშინ ეს გოგოა თუ ბიჭი სამშვილის მამა ვა ძალიან მაგარი ძალიან გავერთი გუშინ ხო და მაგარი რაღაცაა ეს ნათლობა რა კიდე შემოვიდით მომთხოვდი ვინმეს იმიტომ ძალიან გამიხარდა თან სახელი მე შეგურჩიე
გუდელი მეკითხებოდა რომ საით ცხოვრში მონათლეთ მამა ილიასთან და რას ვარქვევთო ნათლეო ვინ არისო იმამ დაარჩიოს მეთქი გიორგი თქვენ რა ქვიათო გიორგი ვა სახელიც დაანათლეთო მე ხუმრებოდა ძალიან კარგი მოძღვარი იყო რაღაც ეტაპზე ლოცვას რო კითხულობდა უცებ ახედა აი მომენტში ვიყავით სადაც თმა უნდა მოეკვეთა და შეხედა თმა არა აქვს ვერ მოკვეთავთ და გააგრძელა ლოცვა და მან მე კელაპტრით გავარცა და ისე უხერხულად შეეფცხვა მაგრამ ძალიან მეცინებოდა მაქსიმუმ რომ შევიკავი თავი მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი იყო ეს მოძღვარი რა ძალიან ისე დადებითად იყო განწყობილი ამ ყველაფერზე და მე მოგვიყვა რომ თურმე მისი შვილი კი არა შვილი არის ფრანგზე გათხოვილი თუ დაქორწინებული ეგ არ ვიცი რა გოგო ყავდათ ბიჭი ეგ არ ვთქვამს მაგრამ ნუ ის ფრანგიც მოინათლა ამასთან და იზახდა რომ თავარი არ არისო ადამიანის გენეტიკა და რა ენაზე საუბრობს თავარი ის არისო რამდენად დაინტერესებულია ადამიანი ღმერთითო და ეგ გვაერთიანებსო ქრისტიანებს და ეგ არისო თავარი მეტი არაფერი და ძალიან კარგი ის იყო მაგრამ ნუ აი ეს საეკლესიო აზიაში რაც მოხდა ეგ იყო აი არ ვიცი ეგ დიალოგები ცალ-ცალკე უნდა გადაიღონ ვიღაც ფილმებმა და კომედიურ ნაწილში გაუქმნან არ ვიცი გოგო თუ ბიჭი სამიშვილის მამა ეს წაიღე თმა რომ მოკვეთონ დაჭირდებათ არა აქ თმა ვა ძალიან კაი იყო გავერთე რა მოკლედ სიმართლე რო გითხრათ თან სასიამოვნო შეგრძნება არის როცა ვიღაცა ადამიანს ეს ჩემი აზრით ხო ქრისტიანობა სწორი რელიგია და ანუ სწორ რელიგიაზე რო გადმოვიდა ჩემი აზრით მე გამიხარდა ნუ იდეაში მე იმასაც არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას ადამიანის რელიგიას თავარია რომ ადამიანი კარგი ადამიანი იყოს რა მე ეგრე ვუყურებ ანუ კარგი კეთილი იყოს და რაღაცა კონკრეტულ რაღაცებს არ აფუჭე და ბოროტი რო არ არის ადამიანი უკვე კარგია რა რაც არ უნდა იყოს ხო ეგრე მაქვს მე დალაგებული ცხოვრებაში და რა ვიცი ხა ბოროტებზე და კეთილებზე ხوار გადავიღო მე ერთი ვიდეო რა ხო გადავიღებ ხვალ გადავიღებ მაგას ხო და ნუ მაგას ვიძახი რა რომ ძალიან კარგი არის რომ ჩვენს რელიგიაზე გადმოვიდა ბატონი ქრისტიანი მაგას ვეხმურებოდი რომ მეთქი ქრისტიანი გერქო 40 წელი და ქრისტიანი არ იყავი რაღაცა გელაპარაკოთ და ვაჰაჰა ასეთი ხუმრობებით ვიყავი გუშინ წარმოდგენილი მაგრამ კარგად წარმოდგენილი ვიყავი რაღაცნაირად როცხელა ბიჭო მაგრა აი რო ლაპარაკობ იმენა აი ენაც მეოფლება ესეთი რაღაცა არ მინახია ძმაო ხო გააჩნია რაღაცა სიცხე ეს ფაჯას მაგ შავი რაღაცა აკრული მე როდეს მე განახებთ ეს ხელა იქიდან მზე რო არ დაარტყავს მაგ დროს რო გადავიღებ მე განახებთ რაღაცა არის აკრული და მაინც ატარებს რა ანუ შავი ისა ბადე არის რომ შიგნით მზე არ შემოვიდეს და მაინც ატარებს სირზე კიდიანი ნო ჩემ პირველი ნათლული რო იყო ეგაა ცოტა გასაკვირი მაგრამ ჩემს ვაკაცები არ მანდობენ თავიანთ ბავშვებს იმედია ვიღაცას პროსტან რა უნდა დავანათლო მე კაი რაღაცებს დავანათლე იდეაში მაგ დროს ხო შენ დადებითი და უარყოფით თვისებები ყველაფერი გადადის ქრისტიანებს ანუ ვისაც ნათლავ იმას და მე ბევრი დადებითი თვისება მაქვს ალბათ უარყოფითების მაქვს ერთი ორი მაგრამ დადებითებიც ხო ბევრი მაქვს რა მე მგონია რომ ბევრი მაქვს ვიღაცამ გააკეთა პირველი დონაცია ვიღაცამ არა ზუსტად ვინც გააკეთა მაგრამ სახელს და გვარს არ ვიცახი უბრალოდ დონაციის ის ვერ გავაკეთე მე ეს donation alert და stream lapse და რაღაცები რაც მოვძებნე დონაციისთვის რაც იყო გაკეთებული ყველა იყო ან რუსულენოვანი იყო ან კიდე სტრიმებისთვის იყო და არ მინდოდა ეგრე და ბოლოს გავაქანი და ჩემი ანგარიშები ჩამოწერე და PayPal და 51 ლარი და 79 თეთრი ჩამირიცხეს გუშინ დიდი მადლობა გენიალური ისა რაოდენობა თანხის მე არ ველოდებოდი ხოლო 79 თეთრებს ველოდებოდი ალბათ არა კაია ეს არის ჩვენ პირველი გამარჯვება იდოს ეგ ფული მანდ ისეთი ანგარიში მაქვს რომ ცალკე დევს რა ყულაბასავით ანგარიშია გაროჩე რა
და შეგროვდება მან მე რაღაცებს დავითრევ ავიწყობ ცხოვრებას თქვენ ხართ და მე დაგეკიდებთ როგორც იუთუბერები შევიყო არა მე არ დაგეკიდებთ თანერულად просто ძამცხელა ძალიან მცხელა აი ხადო დაგეკიდოთ და რო გავთხოვიდო ძამე ჭყვევით ძამე ყარხთ მაგრამ აი ძამცხელა რა მომოგიყევით ეს ამბავი კაი ამბავი იყო მე მგონი მე მაგრა გავერთე იქ უნდა ყოფილიყავით ამბავი არის მაგრამ ნუ მე რა კაი იყო მაინც კაი იყო მომდევნო ნათლული იმედია დიდი ხანი არ მეყოლება იმიტომ რომ ძალიან ისეთი შეგრძნება იყო თამხლე სხვათა შორის არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ქართულ მართლმადიდებულ რელიგიაში ეგეთი არ ვიცი ეს რეალურია თუ არა უბრალოდ როცა ლოცვას ისმენ და ამთქნარებ მაგ დროს შენ სხეულიდან ეს ეშმაკი ნეგატიური რაღაცები გამოდის რა ეგრე არის აღქმული ყოველ შემთხვევაში ვიღაცა მითხრა ეგრე და მე მგონია რომ ეგრე არის იმიტომ რომ რამდენიმე ეკლესიაში ვარ ხოლმე როცა ლოცვებს ვისმენ ყოველთვის ეს მთქნარების ის ძალიან მაწუხებს რა ძალიან ბევრი დიდი ოდენობით იმაშევა ხო და გუშინ სხვათა შორის არც მე და არც იმ ჩემს ნათლულს ერთხელაც კი არ დაგვიმთქნარებია არა და მაყურებლები ვინც იყვნენ ვინც იდგნენ იქით ისინი გასკდნენ მთქნარებით და ეგ იმას ნიშნავს რომ მეც და ჩემი ნათლულიც საკმაოდ სუფთა სპექტაკლის ვიღაც ადამიანები ვართ ხო ეგრე გამოდის ხო და всё. Გავიჭი და რამ ხელ ტატუები აქ უნდა გენახათ ხელზე აქვს ხელზე კი მთელს სხეულზე შვედეთში არის ძალიან მოდაში ტატუები რა თითქმის ყველას ტატუები აქვს ბევრი და გუშინ ეჭვებოდა მოძღვარი ეჭვებოდა ეს ეშმაკები გახატიოდა მე რო შემოხედა მეთქი შენც კაი ეშმაკები გახატიო ბოდიში მეთქი მე დაგულოცა წამოვეთ კაროჩი კარგი მოძღვარი იყო თუ გენთოვებათ რომ სადღაც მოინათლოთ მამა ილიეს ძალიან კარგი მართლა კარგი მოძღვარი იყო დავიღალე ცხენია დავიღალე შემწყო ცხელია ყველა ენა აკაუფლი კაროჩი წავედი ხა ხვალ უნდა გილაპარაკოთ კეთილებზე, ბოროტებზე და დებილებზე და ჭკვიანებზე. აი მე გეტყვით. ხვალ გეტყვით ყველაფერს.